საქველმოქმედო კავშირი კეთილი ფონდი კათარზისში მცხოვრებ პირებს საჩუქრებით გაუმასპინძლდა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოხუცებს საჩუქრად ტკბილეული ღვინო და ხილი გადასცეს. ასევე დაურიგეს ანგელოზის ფორმის ბარათები, სადაც მათ საშუალება ექნება თავიანთი სურვილები დაწერონ. ხანში შესულების განწყობაზე სიმღერის თანხლებით დები ჩიხლაძეები ზრუნავდნენ. საქველმოქმედო კავშირი კეთილი ფონდი დღეს აღნიშნავს მადლიერების დღეს. ჩვენი ფონდის საქმიანობა მოიცავს როგორც ობოლ ბავშვებს, ონკოლოგიურ ავადმყოფ ბავშვებს, ასევე მიუსაფარ მოხუცებს. ჩვენი აქცია არის მადლიერების დღესთან დაკავშირებით კათარზისში, სათნოების სახლში, სადაც მიუსაფარ მოხუცებს მოუტანეთ ტკბილეული, მოუწყობთ კონცერტს და ვესწრებით გამოვხიალოთ ჩვენს მეგობრებთან ერთად. გაიმართება შემოქმედებითი საღამო, მე და ჩემი მეგობრები წავიკითხავთ ლექსებს და ვმღერებთ. ისიც ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ მე თვითონ ხელოვნების ოჯახი და თუ გახსოვთ თქვენ პატარები ხართ ლევან ჭუბაბრია. მწერალი დრამატურგი, იმის მეუღლე ვარ, იმის ქრივი, იმის სიმღერების საესტრადო ქვეყნის არის ოპერა ლელაც იმისი არის და ოპერეტები რამდენი და მიჩვეული ვარ ამას. მიჩვეული ვარ და მომწონს რა თქმა უნდა. მე ნატრებას ჩაგბურთის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ვეტერანთა და მოყვარულთა ფედერაციამ ერთეჭალის კორტებზე ღია ჩემპიონატი ჩაატარა. ტურნირი ერთეულთა და